მოგესალმებით, მე ვარ გიორგი საროშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ ულამაზეს A-კლას 45 AMG-ს. ძალიან საშიში მანქანა, უაფასნესი მანქანა, იმიტომ რომ ჩვენ რომ მივდიოდით ნურბურგრინგზე, გერმანიაში, აი ყველა A-კლასი გვეგაზავებოდა. ისენე რომ მოეშალა მდინარეზე, როცა თვითონ იყო საჭესთან და კიდე ერთი მორიგი A-კლასი მოვიდა, რომ გადავეზილეთ ერთ ადგილას, ვეხვეწებოდით უკვე რომ აუ გაანებე თავი, არ გახვიდე შეეშვი, იმიტომ რომ უკვე ქართული ზახოდი გაუშვა, რომ მარჯვნიდან ნასწრევდა, აი პიკზე იყო მისი ნერვები და აქედან მანქანაში უკვე ტორპედოზე ქონდა მიდებული ფეხები, რომ გაანებე, A-კლასია შეეშვი და ანუ ერთი სიტყვით ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ სტუმარს, ჩვენ A-კლას, რომელიც ჩვენი მეგობრის არის, მოსეს მოკითხვა აქედან. გვათხოვა ეს ავტომობილი დრიფტერი არის სხვათა შორის, გვათხოვა ეს ავტომობილი, რომ მართლა მაინტერესებდა ამ მანქანის გადაღება. კომპაქტური ჰეჩბექი, რომელიც არის ასევე სპორტული. 2013 წელს დაიწყო ამ მოდელების გამოშვება, თუმცა ჩვენი კონკრეტულად აქ რასაც უყურებთ, ეს არის უკვე ფეისლიფტი, ანუ რესტაილინგია, უფრო მძლავრია, ვიდრე არა ფეისლიფტი და უფრო განსხვავებულია, უფრო დახვეწილია, უფრო ლამაზია. დავიწყებდით სხვირით, რა თქმა უნდა, როგორც მე მიყვარს, აგრესიული არის, ესეთ პატარა ბზიკი არის, გაზაფხულია, უკვე ყვავილები გაიფუჩნა და ბზიკი იყო საჭირო და ზუსტად დავამთხვიე და ესეთი პატარა ჯიბის რაკეტა ბზიკი შევარჩიეთ დღევანდელი ტესტ-დრაივისთვის. ნუ იმდენი მოდელი შეიქმნა უკვე, არსებობს JLA, უკვე კიდე არსებობს CLA და ნუ ერთის უდეს პატარა მანქანები და ისეთი პატარა განსხვავებებით მოაყარეს ეს ყველაფერი, რომ ძალიან რთულია მანქანის არჩევა, მაგრამ აი A-კლას თავისი თავი უჭირავს იმ თვალსაზრისით, რომ ნუ ჰეჩბექი პატარა 4-კარიანი ან 4 ადგილიანი თუ გჭირდება, ნუ გერმანიაში მისწრება. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი დადიოდა. ნუ რა თქმა უნდა, ის გამომდინარე იქიდან, რომ ფასი სხვა მოდელებთან შედარებით უფრო იაფია, მეორე ის ასე სპორტული ხასიათი აქვს და მართლა ჩქარია, პლუს ფორმატი კია და გადასახადების ნაკლები გიწევს იქ და ყველაფერს თავი დავანებოთ, არ ვიცი, ევროპაში გიждდებიან ჰეჩბექ ავტომობილებზე. პირველი რაც გახსენდებათ, ეს არის ალბათ Golf GTI, ეს არის ფაქტობრივად ლეგენდა კუზაო. მაგრამ Mercedes-მა უკან არ დაიხია და თვითონაც შემოაგორა ესეთი A-კლასი AMG. მოდი ახლა ვიზუალს დავუბრუნდეთ, ისე ვიზუალზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ვიზუალი არის ხოლმე მთავარი. რაღაც ხიბლი პირველი არის, პირველი ნახვით შეყვარება ხდება ყოველთვის ვიზუალით. ამიტომ ამის ვიზუალი არის ესეთი. აგრესიული, ლამაზი ფარები, წინა ორივე. ტუჩი, რომელიც ძალიან უხდება, ეს ტუჩი რაც მოდის, კარბონში ამოწობილია ესეთ სამწუხაროდ, მე სულ ვიძახ ხოლმე, რომ ესეთი კარბონში ამოწობილი არ მევასება. თუ არ არის კარბონი, უნდა იყოს შავი ფერი, დამთავრდა. ცხაურა, ნუ ცხაურა ცოტა შედარებით Mercedes-ების უკვე ძველ სტილზე არის ეს ცხაურა, ახლავს უკვე ეს ვერტიკალური აქვს, მაგრამ ეს ამ მანქანას ძალიან უხდება. ნუ აქედან ძრავის განყოფილებაში ხდება ეს ჰაერი და აქაც კულერები აყენია. ნუ კულერები იმიტომ რომ ტურბოძრავია, ძრავზე მერე გადავალ უკვე. კაპოტს რაც შეეხება, ჩვენ მივეჩვიეთ რომ ყველა AMG-ს, ნუ ყველა რა ახალ AMG-ზე ყველაზე გვევასებას ამობერილები რო არ მდინარეზე რო ეძახ შიფერის კაპოტიო, ეგ კაპოტები გვიყვარს ხოლმე და მეც პირადად მევასებად. და ზოგადად სპორტულ მანქანებზე მიყვარს რომ აი სალონიდან რო იყურები კაპოტში რაღაც ხდება, ან კაპოტზე რაღაც ფორმა რო აქვს, უფრო რაღაც თავდაჯერებულად იხარ და ატარებ. ამ შემთხვევაში რატომღაც გადაწყვიტეს, არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს, რომ კაპოტზე არაფერი არ ქონოდა. აი ეს ლამაზი ზოლი გვაქვს მარტო სტიკერი. დანარჩენი ამობერილი, ჭრილი, მსგავსი არაფერი არ აქვს. GL-ას აქვს სხვათა შორის ეგეთი აი AMG-ს კაპოტს რასაც ვეძახი ამობერილი ზოლები აქვს, უზორები.
GL-აც ამ მანქანას ძალიან გავს, ოდნავ მაღალია, აი ძალიან გავს, აი ესეთი უნიშნელო ცვლილებებით რატო უშვებენ ამდენ მოდელს ვერ ხვდები, იმიტომ რომ ტვინი გეღლება, გიდუღდება არჩევაში, რომელი უნდა შეიძინოთ. ამით უმეტეს ახლა ზოგადად ავტომობილი იყიდება პირველი პატრონი, ვინც არის ყოველთვის კიდუროს ცენტრში. მე მაინც ვფიქრობ, რომ A-კლასი იმდენად ხელმისაწვდომია, იმდენად ლამაზია მაგფაში და იმდენად კარგი მანქანაა, რომ მაგას თავისი დიდი პლუსი აქვს, რომ იაფად შეგიძლია კარგი ავტომობილი შეიძინა. ეხლა გავაგზავნოთ ისევ ჩვენ A-კლასზე. დისკები Mercedes-ის ჩვეულებრივი რა ეხლა ჩემთვის ძალიან ზეგანსხვავებული დისკები არ არის, მაგრამ უხდება ამ მანქანას, არ ვიტყოდი რაღაც ცუდია ან არ უხდება, ნორმალური დისკებია, ცხვირიც თლიანობაში ძალიან აგრესიული და სპორტული აქვს. აქაც აყენია ესეთი გამოწეული კარნიზი. კარნიზი რატომ მიყვარს ხოლმე აი ეს? იმიტომ რომ მანქანას უფრო დაბალს ხდის, უფრო სპორტული იერსახე აქვს და აი თუ მაინც და მაინც ძალიან პრაქტიკულობისკენ არ მიდიხარ, ჯობია ეს გეყენოს და ლამაზი იყოს. აქაც კარბონში ამოწობილია ეს, ნამდვილი კარბონი არ არის. შავი რო იყოს ჩემთვის უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ მისაღებია, კი ბატონო. დანარჩენი Mercedes-ის ქარხნული რაც არის, აი ეს არის. ქარხნული კარნიზიც ძალიან ნორმალურია. ანუ თლიანობაში დიზაინთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. აი საერთოდ კაპოს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი ყველაფერი გარედან მომწონს. აი აბსოლუტურად. სპოილერი, რომელიც ძალიან უხდება, მე ვთვლი ამ მანქანას აი სპოილერი უხდება, ასევე ფარები, რომელიც ამ დიზაინს უხდება ძალიან, აი იდეალურად, აი გემოვნებიანად არის შესრულებული. უკანა ბამპერი თავისი დიფუზორით, ну, რავი, რა გითხრათ. ესეთი დიფუზორები და ესეთი ბამპერი ბევრ ზვირადღირებულ სპორტულ მანქანას არ აქვს ხოლმე და რაღაც პონჩი ეგეც მიყვირს ხოლმე, რომ აი ამაზე თუ ესეთ ლამაზად აკეთებ, სხვაზე შეგიძლია უფრო ძვირინაზე ზუსტად ესეთი გააკეთო. კი, აქ ფეიქ საჰაეროებია, ანუ აქ არაფერი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ დიზაინის თვალსაზრისით არის. ეს დამატება მერია დაყენებული და ეს დიფუზორი ძალიან ლამაზად გამოიყურება. თავისი შავი AMG-ის მაყუჩებით. ну ამაზე ბევრი ლაპარაკი აღარ გვინდა, უკვე ვიცით რომ Mercedes-ეს ფეიქ ნასატკები აქვს გარედან რაც უყენდება, შიგნით არის მაყუჩი, ჩვეულებრივი ჟანგიანი მაყუჩი. უკრიდანაც რო უყურებ ამ მანქანას, კაი გადატენილ ვიზია რა, აი მართლა კაი გადატენილ ვიზია, თან შავი ეს მწვანე ზოლების მე ძალიან მომეწონა, ანუ კაი შერწყმარი ერთმანეთში. A45 და რა თქმა უნდა AMG-ის ლოგო. ну Mercedes-ის ლოგო შავ ფერებში. კიდე პანორამა გვაქვს სახურავზე აი ესეთი. ნორმალური ზომის. ბოლომდე აქ საბარგულომდე არ მიცნობა, ნორმალური ზომის არის. თლიანობაში რო არ გავატრაკო, ვიზუალურად ძალიან მომწონს. ანუ მართლა ძალიან მომწონს ჰეჯბეკებში, ანუ ესეთ პატარა სპორტულ ჰეჯბეკებში, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია. მე პირადად აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური აზრი, რომ მე მოყვარული არ ვარ სპორტული ჰეჯბეკების, აი არასდროს არ მქონია იმის ფიქრი, იმის ოცნება, რომ აი რაღაცა ჰეჯბეკი მომწონს და აი ამას ვიყიდი. არასდროს არ მქონია ეგ. ვისაც მოწონს, მე ვთვლი, ეს არის ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჰეჯბეკი. ვიზუალს რა თქმა უნდა კიდე შევეხები, მაგრამ ალბათ დროა უკვე გადავინაცვლოთ ინტერიერში, დავიზრათ, იმიტომ რომ მაინც AMG-ია, თავისი პერფორმანსი აქვს ამას და მინდა ამ პერფორმანსზე ვილაპარაკო და რა თქმა უნდა ინტერიერის მინდა განახლოთ. და ყველაზე მთავარი, როგორ დადის, ხომ უნდა გავიგოთ. ამიტომ ეხლა დავქოვქავ ამ ჩვენ პატარა ბზიკს და გავალთ ტრასაზე, სადაც შეგვიძლია რომ ცოტა თამამად ჩავაჭიროთ. წავედით. ჯოებით ვიწყებთ ინტერიერს, როგორც ყოველთვის აქ აქციაში გვაქვს ორი ჯო შეგიძლია შეიძინო, აი ესე ლამაზად შეფუთული ერთად და პლუს მაგას ჩვენი უხეში ჯო, ანუ არის GS-ის ჯო, ჯორჯ სარიშვილის, ანუ გიორგი სარიშვილის და არის უხეში, სხვა შეფუთვით. და სიახლე ის არის, რომ ეს არის განსხვავებული არომატით, ანუ განსხვავებული სუნი აქვს ამას და ვისაც სიტყვაზე ცოტა მობეზრდა ძველი ჯო სარიშვილის, შეგიძლიათ ეს ახალი შეიძინოთ განსხვავებული სუნით. მოგეთ აი ესეთი ჯოები მოვაყარეთ, ეხლა რომელი ჩავსვათ, აბა რომელი გავხსნათ? მწვანე. დავა, აი მწვანე გავხსნათ. მწვანე ჯო აქედან აქციიდან ამოვიყო. ხო, ბევრი წერს ხოლმე რომ აი სად იყიდებაო, თითქმის ყველა ქსელურ მაღაზიაში იყიდება, პლუს бензин გასამართსადგურებზეც იყიდება, ანუ მარკეტები თავისი რაც აქვს და შეგიძლიათ იქ იშოვოთ ეს ჯო და დანარჩენი უმარტივესია.
ესე გაიხსნება. ზალე. აჰა, შვენიერ დაგვალა იქა ჯომ. შვენიერი სუნის დატრიალდა. ეხლა გამოვედით ბანზევად, პირდაპირ სპორტ რეჟიმში უნდა გადავართო, სპორტ პლეიში, აქ ხმად შეიცვალა, ეგრევე გაუბიცდა. მანუალში შეგვიძლია გადავართოთ, რომ ჩემით ვნახო, როგორ თავს იჩქარებს. აინთო, ყველაფერი, დავა მესამე. ჩავაჭიროთ ეგრევე მესამეთი. გასპულა. ბზიკი იმენა. არა, მაგრამ მიდის. და მაგიტომაც იყო რომ კინაღამ დაგვირთხეს. კინაღამ დაგვირთხეს M6-ზე. მაგარი შეგრძნება მოაქვს და უკან შიშინის ხმა რომ მოდის, მაყუჩები და რაღაც ძალიან განსხვავებული ხმა აქვს. ის ერთი კიდე ერთი. დამევასა. მაგარი შეგრძნება მოაქვს ძალიან. მართლა მაგარი შეგრძნება მოაქვს. Pizdeți mankana. საკმაოდ ჩქარია, რო გავჩერდები მე მონაცემსაც გეტყვით, მაგრამ შეგაპარეთ, რომ ტურბოძრავია 4 ცილინდრიანი, პატარა ავტომობილია კომპაქტური და კომპაქტური ძრავი მოათავსეს ამ მანქანაში. კიდე რა მინდოდა მე თუ ცოტა ხანი მანუალს გავთიშავ, რომ თავისით გადართოს სიჩქარეები, კომფორტ დაუბრუნდები, ბარემ ამ ბერკეტზე ვიტყვი. ესეთი დასატრიალებელი, მარტივი, კარგი ბერკეტია, რაც AMG GT სერიებში გვხვდება ხოლმე, ჩვენ GTS-ში, GT-R-შიც, ასე დაატრიალ და პირდაპირ სპორტ პლუსში ხარ. Ну პირველი არის შენი კონფიგურაცია, როგორცაც დააყენებ ინდივიდუალური, მერე კომფორტი, სპორტი და სპორტ პლუს. Ну სპორტ პლუსით უკვე ტრეკზე დაგაზავებენ ხოლმე. ბერკეტი რა დამსახურებით აქვს, არ ვიცი, მაგრამ ულამაზესი ბერკეტია, ჩემ CL-ში 63-ში იყო ზუსტად ესეთი ბერკეტი და მომწონს ძალიან უხდება. მოდი ახლა ცოტა ხანი დაუბრუნდეთ სიაროლს, ვინაიდან ახლა ტრასაზე ვართ გამოსვლები და ინტერიერს მერე დაგათვალიერებინებთ. მოკლედ, უფრო ტაშტი მეგონა რომ იქნებოდა, აი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვინაიდან AMG-ა და ყველა AMG-ა იგივე C-კლასი, იგივე GT, იგივე E-კლასი, ანუ ზედმეტად ხისტებია ხოლმე, რო დადიხარ ქალაქში, აი დაბრახუნობ, აი განგრევს გვერდებს. არა, საერთოდ არ არის ეგეთი, ანუ ნორმალურია, კომფორტულია, არ ქანაობს და ისეთი ხისტიც არ არის, რომ გული აგერიოს, აი გულის რევი შეგრძნება რო გაქვს, ხო იცი სადღაც რომ მიდიხარ და რომ დახტუნავს მანქანას, საერთოდ არ არის ეგეთი, რაც ძალიან გასაკვირია. ზუსტად მაგიტოა კარგი რაღაც საინტერესო მანქანების გადაღება, ზუსტად ხიბლი ტესტ-დრაივის ის არის, რომ რაღაც რო გონია და ეგრე არ გვხდება, უფრო მიხარია ხოლმე. ეხლა წარმოდგენა მქონდა, რომ ეს მანქანა იქნებოდა შეშასავით, მაგრამ არა. ეს არის საკმაოდ კომფორტული მანქანა, რომელსაც შეგვიძლია ქალაქში გადაადგილდე. ტრასაზეც საკმაოდ კარგად უჭირავს თავი, აჩქარებას ნორმალური აქვს, მე გავზომავთ მაგ აჩქარებასაც. სიარულთაც კომფორტულია და შორ გზაზეც არ მგონია რომ ძალიან დაიტანჯოს ვინმე ამ მანქანაში. ნუ ტარებით მით უმეტეს ახლა რაღაც დიდი დისკომფორტი მე ჯერ არ მქონია მთელი დღეა დავდივარ და ისეთი დისკომფორტი რო თქვა რომ აი ამითი შორს არ წავიდოდი მეთქი არა 100 ვალზე ჩვეულებრივად აი რავი კომფორტულად მგზავრობ. ან მით უმეტეს კოუშებში ხარ. ან კოუშებში ამაზე ცოტა მერე მინდოდა მეთქვა, მაგრამ რეალურად აი რა ვიცი რა გითხრათ ამ მანქანაში რომ აი ესეთი სავარძლები გხვდება. აი ეს სავარძლები რეალურად მიდიხარ აი ამ სავარძლებს კიდულ და A-კლასი მოყვება. აი მაგაზე მაგარი რა შეიძლება იყოს. ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავთ ამ მანქანაში. ეს სავარძლები არის, ნუ ძალიან ლამაზი, ან მართლა ძალიან ლამაზია და ნუ რავი ხა A-კლასში რო ესეთი სავარძლებით იჩიტები, მაგრა ასწორებს. დიდი პლუსი. ეხა გადმოვიდეთ უკვე წინა მხარეს, აქ რა ხდება. AMG საჭე, AMG, აი მე რა ჩვენ GTS-ში რაც ეყენა, ზუსტად ისეთი საჭე არის, აქ ალკანტარა, ტყავი, წითელი სპორტული ზოლი აქვს შუაში და ნუ თავის ღილაკებით ყველაფერი, შიფტერებით, ეს შიფტერები წითელი დამატებულია, მე ქარხმული არ არის, თავისი ქარხმულები აი შიგნით არის, ამეში არის ორივე მხარეს. მომატება სიჩქარის და დაკლება. ასევე მაჩვენებლების დაფა იმენა AMG-ა, მარა ჩემი ხია, შეხედავ იმენა AMG. აი დაპატარავებული GT-R-ია რა, დაპატარავებული GT-R. GT-R-ზე ფული თუ არ ყოფილა, იყიდო A-კლასი AMG. Baby AMG. Baby, აი ზუსტად Baby AMG-ა, ტორპედოს, ანუ რაღაც უზორები აი წააგავს GT-R-ის ტორპედოს. კი ეხა ერთ-ერთი ვერ არის, მაგრამ წააგავს, ეს შუშაც ცოტათი პატარა გეჩვენება უკვე ტორპედოს ზევითა წამოწეული და Baby AMG, კაი სახელი ქვიავს, იო. ბზიკი ამოვარდა. Baby GT-R არის, AMG-ა Baby GT-R არის. იმენა Baby GT-R-ია. ანუ მართლა ყველაფერი კარგად არის სპორტულად. ეხა კიდე ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, ეხა A-კლასია მაინც შეიძლება ისეთი მაგარი ხარისხი არ ქონდეს, აქაც ჩვენი უხეში სათავსო აქ რაც არის, პლასმასია, მაგრამ
ტესტ-დრაივზე რომ მოვდიოდი, საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ აი პლასმასი იქნებოდა თუ რაღაცა, ალკანტარა თუ პანდას ტყავი, იმიტომ რომ მაინც A-კლასი არის და მთელი ხიბლი ამ მანქანის ის არის, რომ თან სპორტულია, თან კაი რაღაცებია და თან იაფირი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სალონის ჭრაჭუნის ტესტს არ ჩავატარებთ და რაღაცებს არ ვახსენებთ. არა, ყველაფერს ვახსენებთ, მაგრამ თვალს დავხუჭავთ. მონიტორი. მე ვთვლი რომ ანუ ეს მონიტორები ამ პერიოდში კი რაღაცა ვითომ სიახლე იყო, მაგრამ რაღაც დრო რო გადის დიდად აღარ მხიბლავს ეს მონიტორები, რო არ მოგატყუოთ, მაგრამ წიხლს არ ჩავაჭერ, იმიტომ რომ ამ პერიოდში 2016-15 აი მაგსოვანების მანქანებში, Mercedes-ებში ზუსტად ესეთი მონიტორები იყო და აქაც ეს მონიტორი გვაქვს. რაღაც ცოტა ფერმკთავად მეჩვენება რო ამათ მართლა რაღაც ცოტა გახუნებული ვიდი აქვს, მაგრამ რა ვიცი, ეგ მონიტორიც აქედან იმართება, ეს ჯოისტიკი რაც გვაქვს, აქედან შევდივართ სეტინგებში, ნებისმიერი რამე თუ გვინდა რომ გავასწოროთ ამ მონიტორზე, ამ გორგოლაჭით მეშვეობით. Touch-ი რა თქმა უნდა არ არის. აქ ქვევით რო ჩამოვდივართ, მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ადგილი ამ წოვანებაში, Mercedes-ებში, იმიტომ რომ აი ეს მულტიმედია ძალიან ძველ სტილში არის, აი ჩემთვის, რავია, ყველაზე მახინჯი ინტერიერში რამე რომ მკითხო რა არისო, აი ეს ადგილი არის ყველაზე მახინჯი. ერთადერთი ნათელი წერტილი ვიპოვე ეს. კი, მაყუჩის, გახსნი ეგრევე შიშინის ხმა მოაყვა. აი ეს ღილაკები რა თქმა უნდა ლამაზია ეს. აი ეს ალუმინის სტილში ღილაკები ძალიან მომწონს და ქვევით უკვე ეს ჩვენი კლიმატის ღილაკები. ავტოწარმოებლები ზოგადად შეთანხმდნენ ყველა იმაზე, რომ ღილაკებიანი ეს კლიმატის ჩართვა, გააქტიურება, გათიშვა, სითბოს დაბერვა, სიცივეს დაბერვა, კლიმატის შეცვლა და ასე შემდეგ გრადუსების ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ღილაკები არის ყველაზე კომფორტული და მე მგონი საერთოდ Touch-დან ამოიღეს. ანუ მონიტორზე აღარ იქნება ახლებზე, რავი, იმედი მაქვს აღარ იქნება, მაგრამ სადღაც მოვკარი ყური, რომ ყველამ გადაწყვიტა, რომ ღილაკებზე გამოუშვან, იმიტომ რომ ძალიან არაკომფორტულია, როცა მონიტორს ეჩალიჩები, რომ ეგ დაბერვას მოუმატო და დააგო. აი მიაჭირე, всё, მანდარი, ეგ არის. ეს ამოწობილი კარბონია გადაკრული, ეს ქარხნული არ არის, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ქარხნულად ეს ამოწობილი კარბონას არ უკეთებენ ხოლმე. სხვადასხვა ეგეთი აქაცაა გადაკრული. დაკრული, просто გადაკრული ცოტა ისეთი ნათქვამია, დაკრული. მაგრამ არ აუშავს, რავი, ხდება. მე ფანი არ ვარ მაგის. ეგ ქარხნულია. ოღონდ კარბონი არ არის, კარბონის ფაქტურა აქვს. აი, Baby AMG რატო არის? ანუ ცოტა სიხდი, კარბონი არ გაქვს, მაგრამ კარბონის ვიძე რაღაცა გააქვს, ანუ. ამოწობილს ჯობია. კი, არა, ამოწობილს ჯობია, იმიტომ რომ ეს ამაზე იმას მაინც იტყვი ქარხნულიაო და ამოწობილი აგერ არის. ამას რო ვაყენებ, უკვე შენი ნამაიმუნარია და შენ როცა რაღაცას უკეთებ, ან ზვირიანი უნდა იყოს, ან არ უნდა ეთყობოდეს, რომ ვითომ ზვირიანია. მე ეგეთი პოლიტიკა მაქვს. აქაც გვერდი ეს არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ რეალურად ეხა რო ავიღოთ, ხო, აი იგივე გოლფი რო ავიღოთ, იქაც ზუსტად ესეთი მასალებია რა. ანუ ვერ იტყოდი რომ აი AMG-ში მოაკლეს რაღაცა და სხვა ჰეჩბეკებში უკეთესიაო. არ არის ეგრე. ამიტომ ისევ ამის ინტერიერში და ამ სავარძელში მირჩევნია ვიდრე სხვა ჰეჩბეკში და არც ეს სავარძელი არ კონდეს და იგივე აბიუკები კონდეს კარებზე. აქ პატარა ხელის დასადებიც გვაქვს, აი ეს, რაღაცები აქვს, გვიან, შიგნით USB პორტები, ყველაფერი. აქაც გაჯეტისთვის ეს 20 ლარი პატრონმა ჩაგიკუჭა რომ კაი ლაპარაკეო მანქანაზე. არ გინდა ეხა ჭიდაობა. ლამაზად გამოიყובה მთლიანობაში, მართლა, ანუ გულწრფელად ვიძახი, რომ ეხა ამ მანქანას რომ მართავ, სიამოვნებს, ანუ იმის განცდა არ მაქვს, რომ აი რაღაც ცუდ მანქანაში ვზივარ, ისე რა მანქანაში ვზივარ. მართლა საკმაოდ ნორმალური მანქანაა, ყველაფერი ასე თუ ისე მისაღებია ჩემთვის. ოჩოლი. გააგზელე. ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. ეგრეაც, ვაუ. დასამატებელი ექნება 20 კი, მაგათ პირადში მივწერო უკვე, დაამატებ. ყველაფერი მისაღებია, ნორმალურია. ეგ თქვი უკვე. მაგის გადახდილია უკვე. შავი ჭერი გვაქვს, ეს არ მითქავს, ამაზე პლუს 10 ლარი უნდა დაემატა. შავი ჭერი გვაქვს, პანორამა გვაქვს, რომელიც ასე აქედან შეგვიძლია მარტივად ესე ჩულკი გამოვა. კაი გერმანული ჩულკი, მოდი აღარ დავკეტავ ბოლომდე, მიხვდით რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ შუქი გვინდა ინტერიერში განათეს კარგად. და რა თქმა უნდა, საინტერესო არ არის, მაგრამ სტანდარტული, როგორც ყველა Mercedes აქვს, აი ესეთი ყვითელი შუქით. ყვითელი შუქით, რა თქმა უნდა. დროთა განმავლობაში ბევრს ვაწვავ, მე ეს რო გააღებ ხოლმე ჩამოვარდება. აი გვაქვს ორი ხელის ჩასატები, ერთი გახსნილია უკვე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცივი. აი ესე. საკაიფო დევს. ეხა შეგვიძლია 0-დან 100-მდე მაინც გავიაროთ ამ მანქანით, იმიტომ რომ სპორტული
ვერსია AMG-ა და ჩვენი რა მინდის 0-დან 100-მდე აუჩქარდეთ და ნახოთ რა დროში აჩქარდება. წავედით. Sport Plus-ი, downshift-ი, წავიდა. მენა რა ბზიკი. აგარე. ეგ რთული არაფერი სტანდარტულად, რა თქმა უნდა, მოცურება უნდა გათიშო, Sport Plus-ში მაქვს. მანუალში უნდა ქონდეს აუცილებლად, რომ შენით გადართო და მე ხა რა ხდება, ტორმს უნდა დავაჭიროთ, მუხრუს. ორი უნდა მოვქაჩოთ. მე მარჯვენა up. Restart available. 3 2 1. Bziki. Eurasam. არა, მაგარი ხატო. 0-100. 472. 200-მდე არ აუჩქარებულა, თუმცა მოსახვევი იყო. ო, ეგა მოეცადე 402 მეტრი ამნეში გაიარა. 1273. რავი, ეგ დრაგის აგე მამა აქ ყავს, როგორია ამანქანებში. და შუზე ჩქარი არის. შენი კაი. აი, ამ ვიდეოს თუ მოგორა. იო, იასა, გამოვიდეს შეჯიბრზე. ნუ ეს 4-ვე წამყვანია მე იტყვის. მეორე გარმენზე კოლოფი დაბუქსავდა. გასაგებია. 3 2 კაია. იმენა, მიდი. დავაი. 200-მდე ძალიან აჯანჯლებს, აი იმენა ძალიან. დავეცით კეფაზე ჩემი კარგი. მე მგონი ავიყვანეთ, რა ვიცი. ავიდა. იო, ეგ არის. მიდი სანახავად. 0-100 უარესი ვაჩვენეთ, არ და თითქოს რაღაც უფრო ემოციური. საუბაში მოკვდახოა. თითქოს უფრო ემოციური მქონდა. 4 97 0-100. ნუ ეს პირობები არ არის იდეალური, მაგრამ ნორმალურია. 12 95 ეს 402 მეტრი. ეგ ცოტა აღმართი იყო, ნუ მაგის. შეიძლება, კი, ან მაგიტო ვიზახი, რომ იდეალური პირობები არ არის ეხა. ქართულად ტესტავთ, ამიტომ რაღაცეზე ცოტა თვალი თქვენც მოხუჭეთ. და საწავიდა 100 15-21 ჩემი. არა, 15-21 ხო ცოტა ბევრია 100-200, იმიტომ რომ ბევრია რა, ეხლა ველოდება, იმენ ბალეში ყავდით, გულშემატკივრობდით, რომ ასულიყო 200. მიდი. როა ძრავს ჩავხედოთ. კი ვისიამოვნეთ და გვასიამოვნა ამანქანა, მაგრამ მოდი ჩავხედოთ 4. აბა, ამორტიზატორი ექნება თუ არა? ექნება, Mercedes-ია. აიმე. თუ ვერ გავარტყი ამ ყვითელს იმენა, არა დააქვია. ჩემი არა აქვს. ესე გამოიყურება ხელით აწყობილი AMG ზრავი, ezravები ხელით არის აწყობილი და აგერ თავისი ლოგოც აქვს გადარყმული. ისეთი სახელი და გვარი წერია, ვერ ვკითხულობ იმენა. მიულერი ამოვიკითხე და წინა ვერ გავიგე. მოკლედ 4 ცილინდრიანი ესეთი ტურბოძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 380 ცხენის ძალას, ეს facelift-ი რო არის უფრო მეტი აქვს ცხენი, ვიდრე არა facelift, იმას უფრო ნაკლები აქვს და გამოიმუშავებს 475 ნიუტონ მეტრს. აქ ეს დიდი ლოგო არის, ესეთი ხელი არ დაათოდოთ, ხელია, აქ კოლექტორი აქეთ ხარეს გამოდის, აქედან ჩადის და მე უკვე მაყუჩისკენ მიდის და მიდის იქითკენ მიიწევს. ეს ცხენები ამ კუზავსთვის საკმარისია, 0-დან 100-მდე რესტებს, ანუ ამას უწერია 4 და 2 წამი. 4 და 2-ში ჩვენ ვერ ავჩქარდით, მაგრამ ხო ხვდებით, ეგ არის იდეალური პირობები. ცოტა მეტი ცდებით და კარგი საფარით, ტრეკზე რო ყოფილიყავით, შეიძლება აჩქარდეს მაგ დროშიც. ნუ
შეიძლება ცოტა ისეთი ნათქვამია, ეგ არ გაგვიტესტია. მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ ციფრა ძალიან კარგად დადის. ასევე ამ ძრავს მიმაგრებული აქვს, მე რო გადავინასოთ, 7 სიჩქარიანი dual clutch აყენია გადაცემათა კოლოფი და რა თქმა უნდა ფორმატი კი, ანუ 4-ვე წამყვანია ეს ავტომობილი. პლუს მაგას სამუხრუჭე სისტემა უზარმაზარი დახრეტილი აპორნებით, 4 პორშინიანი არის ესენი, ახლავს 6-იანი დაუკენეს, როგორც მე ვიცი და ნუ რავი, საკმაოდ კარგი სამუხრუჭე სისტემა არის, მე თუ მკითხავ. ბევრი პრობლემები ქონდა არ არესტებს, ანუ პრობლემები ქონდა რომ არ გრილდებოდა მუხრუჭები კარგად და ცოტა წუწუნებდნენ მაგაზე, ასევე ტურბოები უფუჭდებოდა, აი ეს გერმანელები ამდენი ხანი ტესტავენ ხოლმე რაღაცა სანამ გამოუშვებენ, ხო? აი მაგათ ის არის, გავაკეთეთ და всё გამოუშვით არ არის. ეგენი ტესტავენ, აკვირდებიან და მერე უშვებენ ხოლმე რაღაცას უკვე ექსპლუატაციაში რომ კარგი იყოს და არ გაფუჭდეს ხშირად. ამ შემთხვევაში რაღაცები გამაზეს, რეშში შეცვალეს უკვე და ეგეთი პრობლემატური არ არის. არც ის ტურბო აღარ ფუჭდება ეგრე მარტივად. აქაც უკვე კარგად გრილდება შედარებით სამუხრუჭე სისტემა და რაღაცები რაც ჩეპეები ქონდათ, ეგ ყველაფერი აღმოფხვრეს. ნუ ბევრი წუწუნებდა რიკოლი ქონდა ერთი სიტყვით რამოდენიმე მოდელს და რაღაც გავრცელდა ესეთი ხმა რომ ანუ რაღაცეების გამო ფუჭდებოდა, ხან ვენტილატორი ატრაკებდა, ხან ეს სამუხრუჭე სისტემაც ხელდებოდა, ხან ტურბო ფუჭდებოდა და პლუს მონიტორები ხრებაო, მაგასაც იძახდნენ და აქაც რაღაცა ცოტა ფერი გადაზდეს მონიტორს. ანუ რაღაცე პრობლემები ქონდათ. ნუ თავისი პატარ-პატარა მინუსები აქვს, რაც მე არ მომწონს, მაგალითად არ მომწონს რომ ეს dual clutch-ები რომ რაც მოდაში შემოვიდა ერთი პერიოდი აი ამ წლოვანების ავტომობილებში და ყველაფერზე ეს dual clutch-ი დააყენეს, ეგ dual clutch-ი ну ცოტა ისე ქალაქში ცოტა დამღლელია, ცოტა აგვიანებს დაზვრას. ეგ მინუსები აქვს, არა მხოლოდ ამას M6 ყავდა, იმაზე twist. ანუ AMG GT-ზე ახლა თავიდან სტარტი უნდა იცოდე როგორ, აი შუქნიშანთან ახლა გიორო დრაგზე იღებდა მონაწილეობას, უნდა იცოდე როდის დასტარტო, იმიტომ რომ თავისი დაგვიანება აქვს და მერე იწყებს ამოქმედებას და თავისი მინუსები აქვს. სპორტული თვალსაზრისით ძალიან მაგარია, მაგრამ ქალაქში ცოტა დამღლელია. კიდევ ვისაუბროთ ახლა 4 ცილინდრიან ძრავზე 2-დან 0, ეს არის 2-დან 0, ეგ გამორჩა რომ ეთქვა, 2-დან 0 ლიტრის მოცულობის არის და პატარა ძრავების მინუსი ისაა რომ ლაგი აქვს. ანუ კი twin scroll-ია ეს, მაგრამ ნუ მაინც თავისი აი ძინავს, თავიდან ძინავს. აი მითენთილი არის, ხო იცი, აი უნდა გამოიღვიძოს და აი რომ ჩააფარე ბოლოს ხვდება რომ რაღაც ექშენია უკვე უნდა წავიდეს, უნდა გამოფხიზოს და მერე მაგარი აჩქარება აქვს, მაგრამ თავიდან ცოტა აი მითენთილია, აი ჩილაოს ხოლმე თავისთვის. 150-მდე კაი აჩქარება აქვს, დავაკვირდით მე რომ 150-დან 200-მდე ცოტა ისევ ითენთება, ანუ ისევ ძილბურანში ხვდება რომ ახალი გამოგვიძებულია და რა ხდებაო, რომ იძახის, აი მაგ კითხვას რა ხდებას აჟღერებს 150-დან 200-მდე. ნუ მაგაზეც ახლა დიდი მინუსია თქო, ვერ ვიტყოდი ახლა მთლიანობაში მაინც რაღაც შეკრულად დადის, ეგ მომეწონა კიდე, ანუ ტაშტი რო არა, შეკრულად დადის და ვიზუალურად მთლიანობაში ახლა აქედანაც ჩანს რომ ჩემი აზრით ლამაზად გამოიყურება. ძალიან საყვარელი, გადატენილი, ბრუტალური baby AMG არის. baby GT-ი. ზოლები მოუხდა ბუნებაში. კი, მწვანე ზოლები გამწვანებულ ბუნებას მოუხდა. სალონის ტესტის დრო არ მოვიდა? შეგვიძლია უკვე გადავიდეთ სალონის ტესტზე, ალბათ ბევრი ელოდება. ჭაჭუნის ტესტი მაინტერესებს, ხარისხის ტესტი მაინტერესებს და პირველი აი მონიტორი რო თვალში ცუდად მოხდა, იმაგით მინდა დავიწყო. ხელს თუ მოუკიდებთ, საკმაოდ ისე კარგად ჭყრიალებს. ეხა გადავიდეთ აქეთ. კაი. აბიუკა არ ჭრიალებს, მინდა გითხრათ, აბიუკა არ ჭრიალებს, ეხლა ბარი ვნახოთ. არ ჭრიალებს, მინდა გითხრათ. ესე იგი სხვა რა გვაქვს, ისა მივადოთ ხელი ყველაფერს. ყველაფერი უნდა გავტესტოთ. სკამი არ ჭრიალებს, მაგრამ ეხლა შეგვიძლია ცოტა მოსახვევებშიც გავიაროთ, გავტესტოთ, იმიტომ რომ ამის დაკიდების სისტემა ძალიან მომეწონა, 4-ვე წამყვანია, ცხენები გვაქვს, კომპაქტურია და შეგვიძლია ცოტა გავერთოთ მოსახვევებში და შევაფასოთ მანქანას. წავედით. ნახე, გასროლებიცაა, იმენა ჯიბიდან გავარდნე. გაბან ეგრევე ისვი პოპკორნი გამოიდა და აუშვა ეგრევე. კი, შეგიძლია მეტი პოპკორნი მოაყარო, პრობლემა არ არის, არანაირი, მაგრამ
ნუ ხმაზე ეხა როგორ გითხრათ 6 ცილინდრიანების ხმაზე არ გვიждები და 4-კიანზე რატო გავგიждები. სასიამოვნო ხმა არის, ნორმალური სპორტული ხმა აქვს, მაგრამ რაღაცა სასწაული, ნუ არაფერი ისეთი რა. კარგია, ანუ კარგი ხმა აქვს, მაგრამ სასწაული არა ალბათ. ნახე. ეგ გამოყვე თავი რა ხდება, უკვე ქარიშხალი ამოვარდა ეგ ციკარაა იმენა მო. აი კაკას, აი ჩვენი კალიბრი წინ მიდის, ჩვენი კალიბრი სად მიდის? Mazda MX-5 კაკრას ამის კალიბრია. ორჯერ მეტი ცხენი კი გამოვიდეს ჩვენ. ისიც ნახე რას მიგაზავ, ჩემი კაი. მე მგონი ჩვენი ხმა გაიგო და ჩააჭირა, დავაჯდეთ. მოკითხვა ამ ვიდეოს თუ უყურებ ჯიგარი ხარ ძმაო? 50-დან დაუჭირე, 50-დან 150-მდე, მე რა. მე მგონი აღარ აჭერს. კარგად მასიამოვნა, მაგრამ დროა მოვტრიალდეთ ახლა საწვავის ჩასასხმელი გვაქვს. თამადაა თუ არა? არა, თამადა არ არის. სხვათა შორის თელი მუღამის ეგაა, თამადა რო არ არის ეს მაგა. აი თამადა არის 8 ცილინდრიანები, იცოცხლე იმდეს სწავს. ეხლა მართლა შორს შეუტიეთ, მე რაც მაინტერესებდა ის ყველაფერი გავიგეთ, და ხალხსაც შევხვდით MX-5-ით მოგაზავეთ ტიპებს და შეგვიძლია ეხლა თამამად მოვტრიალდეთ, ქალაქს დაუბრუნეთ, საწვავი ჩავასხავთ და ვნახოთ ამის საბარგული უკანა სივრცე ვნახოთ და კიდე რაღაცები სიურპრიზები გეულდებათ ვიდეოს ბოლოს. დავედით. შევირბინეთ ვისოლში, რა თქმა უნდა, ესეთ მანქანებში, სპორტულ მანქანებში სუპერს ვასხავთ, აპლიკაციასაც ვიყენებ და ფასდაკლებასაც ვიყენებ, რა თქმა უნდა. სარგებლობ ამ ბენეფიტებით ერთი სიტყვით, აპლიკაცია თქვენს გადმოწერეთ და თქვენც ისარგებლებთ ჩემსავით ამ ბენეფიტებით და რა თქმა უნდა, მთავარი ბენეფიტი არის ფასდაკლება. ეხლა კიდევ ერთი გათამაშება უნდა შემოგთავაზოთ. მოკლედ 100 ლიტრის სუპერი კიდევ თამაშდება ჩვენს არხზე. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება თუ გინდა, უნდა დაწერო კომენტარში გზა შენია. რა თქმა უნდა, არხი გამოწერილი უნდა კონდეს და რა თქმა უნდა, დალაიქებული უნდა კონდეს. შემდეგ ვიდეოში გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 100 ლიტრის სუპერი ვისოლისგან. ვისოლი გვაძლევს ამ საწვავს ჩვენ, რომ გავათამაშოთ ჩვენს არხზე. ანუ ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებით თქვენ. უკვე 200 ლიტრი გავათამაშეთ, ეს იქნება კიდე დამატებით 100 ლიტრი, ანუ ჯამში გამოვარო 300 ლიტრი გათამაშდა ჩვენს არხზე. მოკლედ დაუბრუნდეთ ახლა ისევ ჩვენ მანქანას, მე ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე უკანა სივრცეს და რა თქმა უნდა საბარგულს. მოდი უკანა სივრცეთი დავიწყოთ, უკანა სავარძლები შევამოწმოთ. ხო, ნუ ახლა ალბათ არავინ არ ეულდებოდა, რომ აქ იმხელა სივრცე იქნებოდა, რომ წამოვწვებოდი, მაგრამ შეიძლება რა, პატარაზე ესა ხერხს თუ დაადებ და საძმოს დაელაპარაკები უკინა, შეგიძლია რაღაცნაირად მოთავსდე. ნუ ცოტა მცირეწლოვანი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ აი ხა მდინარაძე რო აი აქ ჩავსვა 1.90 m. 90 ხა მეტი ხო არ ხარ? არ დაგაგა. 11 აი 1 სანტიმეტრს ვაკლებდი. რა 1 სანტიმეტრს ხო იცი ბევრ რაღაცაში მნიშვნელოვანია. მდინარაძე რო აქ ჩავსვა, ნუ ფეხები არ დაეტევა. ანუ შორს ვერ წავიყვან, იმიტომ უბრალოდ დაიტანჯება. ამიტომ ესე მაინც განახებთ ახლა. თავთან სივრცე სხვათა შორის თავთან არის სივრცე, უფრო ფეხებთან არის პრობლემა. თან ეს მე ზოგადად მიჩვეული ვარ, ახლოსი ვარ ხოლმე საჭესთან და სკამის გამოწევა უკან ძალიან არ მიწევს და მაინც მიდებული მაქვს ფეხები. ვინც ცოტა შორიდან ატარებს, უკან უფრო ნაკლები სივრცე დარჩებოდა. ნუ ნორმალური ხა ვერ ვიტყოდი რომ სივრცე არ არის მეთქი, იმიტომ რომ ჰეჩბეკებში ზოგადად მოდი ხა ვაღიაროთ რომ უკან სივრცე დიდი, ნუ რა ვიცი ხა ცოტა ჭირს, ეგეთი პრობლემები აქვს ჰეჩბეკებს. აქაც გამონაკლისი არ არის. სხვა რა გითხრათ, სავარძლები უკანა სივრცეც ძალიან კარგია. ანუ წიხო ეს ორი ულამაზესი სავარძელი გვაქვს. უკანას ესე ალკანტარაში, წითელი ძაფით, ტყავში, აქ ხელის დასადები გვაქვს? ხელის დასადები არ გვაქვს. მიხატულია ეგა, ისინი ეგრევა უნდა გადმოიცემ, არა. ხო. ეს დასადები არ გვაქვს. ეტყობა სივრცე დაზოგეს მაქედან. აჰა, 12 ვოლტიანი ჩასარჭობი, ცალკე პორტები არ გვაქვს. არაფერი, ძალიან მინიმალისტურია უკან რო არ მოგატყვა. სავარძლები ლამაზია მომეწონა. თავთან სივრცე მაქვს, დანარჩენს თქვენც ხედავთ. ეხა საბარგულს შევხედოთ. ველოდებოდი. არა აქ.
ხელით მექანიკურად უნდა დავწერთ. საბარგულზე რო გითხრათ რომ ძალიან დიდია მეთქი, მაგაშიც მოგატყუებთ. არ არის თქვათ ეგეთი დიდი. აი ეს არის რასაც ხედავთ. ნუ სავარძლები თუ გადავწიეთ, თუ ბევრი ხალხი არ ყავს არცაც ასაყვანი და ორნი მგზავრობ და ბევრი ნივთი გვაქვს, შეგვიძლია ეს უკანა საზურგეები გადავწიოთ წინ და მერე უკვე საკმაოდ ცეთი სოლიდური სივრცე გამონთავისუფლდება. აქ მექანიკურად ჩვევით ყველაფერს, ავტომატური არ არის, ამორტიზატორები აყენია, მაგრამ ჩვეულებრივი ამორტიზატორები აყენია, ამიტომ ხელით უნდა დავკეტო. ერთის დაკეტე. სპოილერები შვება ესე ხუაზე ხარ. წვა არ მინდა გამორჩეს. წვა დაახლოებით 10 ლიტრი უნდა საშუალოდ. Даже თუ მოინდომებ ნაკლებსაც დააწევინებ, ზუსტად ეგ არის ამ მანქანის ყველაზე დიდი პლუსი. ანუ ხალხი ევროპაში ყიდულობს, იმიტომ რომ ეკონომიურია, თან ჩქარია, თან ხელმისაწვდომია, თან ახალია, ნუ როცა გამოდის ხო ახალია იმ წლოვანების მაშინ როდესაც ყიდულობენ გამოსვლის წელს და ნუ ეგ პლუსები აქვს. მაგიტომაც ძალიან უყვართ ჰეჩბეკები. საქართველოში არც თუ ისე ბევრი მოყვარული არ არის ჰეჩბეკის და მით უმეტეს საქართველოს ბევრი არ დადის. A45 AMG საქართველოს დადის რამოდენიმე, ანუ ბევრი არ დადის. A-კლასები და რა-კლასები კი დარბიანი თვალში მოხვდებათ, მაგრამ AMG არ დადის. სამაგეო GLA 45-ები უფრო ბევრი დადის, ალბათ უფრო crossover-ის სტილის რო არის, რავი, ბევრი ყიდულობს მაგ მანქანას, არ ვიცი, იმიტომ რომ A-კლასები, ანუ რავი, განცხადებების რო ნახოთ, გასაყიდა, რავი, თითქმის არ დევს. GLA რო ნახოთ, ის ბევრია. ამასთან შედარებით ბევრია. ამის კონკურენტი, პირდაპირი კონკურენტი ალბათ Audi არის, RS3, იმიტომ რომ ისიც 4-ვე წამყვანია და ისიც hatchback-ია, ზუსტად ესეთი, ანუ კონკურენტი პირდაპირი, აი რო აიღო ერთი კონკურენტი, ალბათ ეგ არის. მე მგონი არ ვწდები. ასევე BMW-საც ყავს hatchback-ი, რა თქმა უნდა, პირველი სერიები როა hatchback-ები, მაგრამ ისინი უკანა წამყვანი არის, როგორც მე ვიცი, ანუ მაინც არ მინდა რამე შემეშალოს, მაგრამ უკანა წამყვანებია ისინი, თუ 4-ვე წამყვანია არის და სადღაც მე გამომრჩა, მე მაპატიეთ. მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს AMG-ია და ისინი პირდაპირ M-ები, hatchback-ები არ არის. M რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ M-ი არ არის. მენა აი მართლა რა თვი არის, არ ვიცი, ხან წვიმა, ხან ხოლმე კურტკაც, მაგი პლაშოკაც მიგდია, რაღაც კომბინეზონის, ეხა ქარი ამოვარდა, ისეთი რომ ხანაო ეს დავდივარ. პოზიციას არ ვცვლი, არც პოზას, მიკროფონს ვეფარებინო, ქარი უბერს, არ დაგვამთავრებინა ამიდმა მოკლედ ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. ერთი სიტყვით, მოდი ქართულ რეალობაში დავბრუნდეთ, დაახლოებით ეს მანქანა, ნუ აი ისევ იმას ვიტყოდი, რომ აი განცხადებები ბევრი არ დევს, ანუ ძალიან რთულია ამ მანქანის ფასის გამოყვანა, მაგრამ დაახლოებით 15,000-დან 20,000 დოლარამდე, ალბათ აფასებენ ის ხალხი, ვისაც ეს მანქანა ყავს. გაყიდვა რომ მოუნდეთ, ალბათ 15-დან 20-ის ფარგლებში გაყიდია. აი ეგ არის ზუსტად საქართველოში პრობლემა, რომ ნაკლები hatchback-ი, სპორტული hatchback-ი დადის, იმიტომ რომ ვისაც დაახლოებით ეგ ფასი აქვს, ნუ არ არის ისეთი მოთხოვნა, ანუ ის ხალხი იყიდის უფრო აი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანას, რაღაც საწვავის გადამამუშავებელ ქარხანას. ეხლა მაგ ფასში მოგდის ძალიან ბევრი ავტომობილი, შეიძლება ამაზე ჩქარი არ იყოს, მაგრამ ნუ ამაზე დიდი მაინც იქნება ყველა ვარიანტში. ეს არის გემოვნების ამბავი, მეც რა ვიცი, ხელები ამიწევია, მე ანუ მართლა გულწრფელად ვიზახი, რომ ფანი hatchback-ების არ ვარ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ძალიან გასართობი მანქანაა და ვინც იყიდის, ანუ თუ რჩევა ჩემგან გაინტერესებთ, მომეწონა თუ არა ეს მანქანა და თუ კიდვას აპირებთ, გეტყოდით, რომ კი, მართლა მომეწონა, მართლა ისიამოვნებთ, მაგრამ ნუ ჩემ ხასიათს არ უხდებით. ჩემ ხასიათში უფრო კორვეტი 8 ცილინდრი რაღაც არწივის ხმა იქიდან და რაღაც მეტალიკა. იო, მორჩა. როკენროლი, კაი. ვიღაცები მაინც ფიქრობდნენ, რომ აი სადღაც მოაცურებსო და კვადროდონაც ელოდებოდით. მეც ვიცოდი, რომ ის ვიღაცები მართლა იჯდებოდნენ ეხა ან კომპიუტერთან, ტელეფონთან, ვინც უყურეს ამ ტესტ-დრაივს და აი ზუსტად თქვენ გამო ჩავედი ლილო არენაზე, რომ მეც სადა ვიცოდი, რომ ნუ ამას დრიფტ მოუდი არ აქვს, ამ თაობას არ აქვს დრიფტ მოუდი, მაგრამ მაინც სადე თქვენ გამო, ნუ არაკეთეს და აღარ გავაგზავნე წვალება. მე რასაც ვიზახო, მინდა რომ გაჩვენოთ, ამიტომ ეკადრებიც გვაქვს. დღეისათვის უას იყო უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩვენ არხზე, რომ აქტიურობთ და ამ აქტიურობაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომენტარი შეგიძლიათ დაწეროთ, გათამაშებაში მიიღეთ მონაწილეობას ავტომატურად, ერთი კომენტარით გზა შენია უნდა დაწეროთ და გავათამაშებთ 100 ლიტრ სუპერს ვისოლისგან. დღეისათვის უას იყო მომავალ შეხვედრამდე. დროებით.